როგორ გაუშვათ Facebook-ის ფასიანი რეკლამა სწორად მოკიბვის გარეშე გასწავლი ხო ყველაფერს უბრალოდ მიიღები ინსტრუქციას პირველი ნაბიჯი უნდა კონდეს კომპიუტერი ტელეფონიდან ბუსტი ეც მენეჯერი ტელეფონიდან რაც კეთდება ყველაფერი დაივიწყე Android-ი გაქვს iPhone-ი გაქვს Nokia გაქვს თუ რაც გაქვს გადააგდე ყველაფერი რაც ეხება რეკლამას მარტო იმუშავე კომპიუტერიდან ეგ პირველი ნაბიჯი მეორე ნაბიჯი გადავდივართ ამას ასე ვიზამ აი ასე რო იყოს მეორე ნაბიჯი თუ გინდა გაყიდვაზე ორიენტირებული ხალხი მოიზიდო უნდა შექმნა აქედან create მე ინგლისური მენიუ მაქვს შესაბამისად ინგლისურად ვისაუბრებ ტერმინებში აქედან უნდა დაირჩიო sales გაყიდვაზე ორიენტირებული აუდიტორია იქნება დაახლოებით 60% ყველა არ იქნება იდეალური ალგორითმი იდეალური ფილტრი აუდიტორიის არ არსებობს ვინც გეუბნება რომ არსებობს ყველა გატყუებს მოდი გადავიდეთ sales-ზე continue ვაჭერთ აქ შეგიძლია დაარქვა შენს კამპანიას რავი მაგალითად თუ უშვებ 23 ივნის 23 ივნისის კამპანია აქ ყველაფერს ისევ ტოვებ როგორც არის ad-set ბაჯეტი შეგიძლია ნახე რა განსხვავება როდესაც campaign budgets ტოვებ შენი ბიუჯეტი იქნება გამოყენებული ბევრ ad-set-ებს შორის აარჩევს ალგორითმი შენს ბიუჯეტს და როდესაც გექნება ad-set-ის ბიუჯეტი არჩეული მაშინ გამოყენებული იქნება ერთი ad-set-ის გარშემო ეს ბიუჯეტი ცოტა რთულია, მაგრამ პრაქტიკა გაჩვენებს ყველაფერს. მე ვიყენებ ad-set budgets, იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებ ერთ კამპანიაში, ერთ ad-set-ში და იმ ერთ ad-set-ში მაქვს 10-15 ad კრეატივი. ამიტომაც მე ვერჩევ ad-set budgets და იმას რა ქვია, უკვე ad-set-ში ამარჩევინებს ახლა budgets, next-ი ad-set-ი ერთი მაგალითად აქ მე მაქვს მარტო მითითებული Messenger-ი და Instagram-ი Messenger-ში და Instagram-ში მისდის მე ჩემს მენეჯერებს მესეჯი და ისინი პასუხობენ მე რო არავინ მომწეროს WhatsApp-ი გათშული მაქვს იმიტომ რომ WhatsApp-ი პირადია და WhatsApp-ზე მომწერს ხალხი 20% Messenger-ში, 40% Instagram-ზე და ასე განაწილდება და მე თავიდან ბოლომდე დადელეგირებული მაქვს ეგ საქმე მენეჯერებისთვის, შენთანაც თუ ეგრეა, მაშინ WhatsApp-ი გათიშე, რომ არ შეგაწუხოს პირადში ხალხმა და პირადი სივრცე ქონდეს შენს WhatsApp-ში, თუ მაგალითად ჯერ ერთი ხარ და არ ყავს გუნდი, მაშინ WhatsApp-იც ჩართე და სამივე არხი დაბომბე, ასე ვთქვათ. მე ამას ვთიშავ. თუ შენს არ გინდა შეგაწუხონ პირადში და მარტო Messenger-ი და Instagram-ი იყოს, მაშინ დატოვე მარტო Instagram-ი და Messenger-ი. აქ ყველაფერს ტოვებ ისე როგორც არის, ბიუჯეტი daily მე ყოველდღიური მაქვს, არა მაქვს არასდროს lifetime-ი, მაგალითად რო უთითებენ მაგალითად აი 23 ივნისია ახლა ხო? აი თვის ბოლომდე იყოს ჩართული, მე გაითიშოს. შენი გადასაწყვეტია, მე არ გირჩევ მაგის გაკეთებას. თუ რეკლამას უშვებ, რეკლამა ყოველთვის უნდა იყოს გაშვებული, 24/7-ზე მუშაობდეს და შენ უნდა გადაწყვიტო, როდის გათიშო და როდის არა. ამიტომაც daily budget-ის მომხრე ვარ მე, შეიძლება უამრავი სხვა აზრიც შეგხვდეს ინტერნეტში და შეგიძლია მათ დაუჯერო, შეგიძლია მე დამიჯერო, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. Daily budget-ი მე დავიწყებდი მინიმუმ $40, რომელ ნიშაშიც არ უნდა ვიყო, დღეში $40 კარგია დასატესტად. თუ რეკლამას უშვებ ცოტა ხანია, ან ერთხელ გაუშვი, ან საერთოდ არ გაგიშვია, $50 დღეში მოგცემს კარგ სატესტოს ალგორითმისთვის. როდესაც უშვებ რეკლამას, learning phase-ში ხდება. Learning phase-ი არის სწავლის ფაზა. როცა ალგორითმი სწავლობს შენს აუდიტორიას და მერე პოულობს შენთვის სასურველს. ყველაზე კარგი არის აიღო ვადა 1 კვირა, 50 დღე, $350, $400 ტესტისთვის გამონახო, რომ მერე უფრო მარტივად იპოვოს შენი აუდიტორია ალგორითმმა $50 დღეში.
აქ ყველაფერს ტოვებ ისე როგორც არის, არაფერს არ ვცვლის საერთოდ, არანაირი ინტერესები, არანაირი სქესი, ანუ რავი, მე ყველას უმიზნებ, ქალსაც და კაცსაც. აქ placement-ებში არაფერს არ ვცვლით საერთოდ. მაქსიმუმ რაც შეგვიძლია შევცვალოთ, ეს არის ლოკაცია. საქართველოში თუ ხარ, საქართველოზე გავუშვი. დანარჩენი ყველაფერს მეტას Andromeda ალგორითმი გააკეთებს. ყველაზე მნიშვნელოვანზე გადავდივართ ახლა. ეს არის თავად კრეატივი. Next-ი. და აი აქედან უნდა ატვირთო ვიდეო კრეატივი. თუ გინდა შენმა რეკლამა მაგრად იმუშაოს, უნდა იცოდე კარგი ვიდეო რეკლამის ჩაწერა. კიდევ ერთხელ, თუ შენ არ იცი ძლიერი ვიდეო რეკლამის ჩაწერა, რომელიც იზიდავს ყურადღებას, რომელიც ფილტრავს აუდიტორიას, დანარჩენ ნაბიჯებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენი ბიუჯეტიც არ უნდა გქონდეს, როგორ არ უნდა, რა ვიცი, შექმნა კამპანია, სეილსია, ენგეიჯმენტია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ შენი კონტენტი არ ვარგა. ზუსტად შენი კონტენტი ეძებს ინტერესიან აუდიტორიას, მიზნობრივ აუდიტორიას და გადახდისუნარიან აუდიტორიას. ამიტომაც პირველ რიგში, სანამ ისწავლი რეკლამის ჩართვას, რომელიც არის მე-17 ნაბიჯი შენს ბიზნესში, შენ უნდა ისწავლო ჯერ ორგანული კონტენტის შექმნა, რომელიც რეკლამის გარაშეც კი იზიდავს კლიენტებს, რომელსაც ჩვენ ვასწავლეთ ჩვენს კონტენტის დიდოსტატის კურსში. დეტალურად პირველი $10,000 ჩვენ ორგანულად გავაკეთეთ და ეს იყო, ანუ 1 ცენტის ჩადების გარეშე გაკეთებული და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა უკვე ვიცოდით როგორ უნდა შეგვექმნა ისეთი კონტენტი, რომელიც უყვარს ალგორითმს, მერე რეკლამამ გააძლიერა ეს ყველაფერი და უფრო პროგნოზირებადი გახადა. ანუ ამას აკეთებს მარტო რეკლამა, თორე თუ ჯერ კონტენტის შექმნა არ იცი, აზრების ჩამოყალიბება კამერაზე, ძლიერი ჰუქების მოფიქრება და ასე შემდეგ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენ რეკლამას. შეიძლება კონდეს, მაგრამ პირველი შეიძლება ჩაასხა ბიუჯეტი, ან ჩადო და ისე იმდენივე ამოიღო, ანუ თუ შენი რეკლამიდან მინიმუმ 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ მეტი არ გრჩება, მაშინ შენი ბიზნესი წამგებიანია. ამიტომაც აუცილებლად პირველი, რაც უნდა ისწავლო, ეს არის ვიდეო კონტენტის შექმნა. Setup creative-დან ვამატებ video ads. აქ მე ატვირთული მაქვს, აქედან ტვირთავ ახალს upload-დან. მაგალითად, მოკლედ თვითონ შევარჩიეთ ნებისმიერი. გამოჩნდება ეგრევე აი account videos-ში. მაგალითად ავირჩიოთ ეს watcher next. Watcher next, watcher next, watcher next, watcher next. Dance უბრალოდ. აქ წერ ყველაფერს რასაც ვამბობ ვიდეოში. ყველაფერს რასაც ვამბობ ვიდეოში. ესეც ძალიან კარგად ფილტრავს და ამ primary text-საც მოყავს მიზნობრივი კლიენტები, იმიტომ რომ ზოგი ეგრევე არ ჩართავს ვიდეოს, ზოგი მარტო აღწერას წაიკითხავს. აქ დაწერე ის, რასაც საუბრობ ვიდეოში. აუცილებლად headline-ი გამოჩნდება, აი chat wizard-ს რო წერია აქ. მაგალითად, მე ვეპატიჟები ხალხს უფასო კონსულტაციაზე. ეს სურვილის ამბ შეგიძლია შეავსო, შეგიძლია არ შეავსო. ზოგან გამოჩნდება, ზოგან არა, მაგრამ მოდი მაინც დავწეროთ იგივე. მაგალითად, რომ ზოგ placement-ში მართლა შეიძლება გამოჩნდეს. აქ რა თქმა უნდა ვსტუდ, მოგწერე. შესაძლებლად მოგწერე პირადში. მოკლედ მეტა ჭედავს როგორც ყოველთვის. მერე აქ მე შაბლონი მაქვს შექმნილი. მაგალითად თუ პარფიუმს ყიდი, გამარჯობა ჯორჯი, ხლა ჩემი სახელი აქვს მითითებული. ვინც მოგწერს, მაგის სახელს გამოაჩენს. პარფიუმი შეძენით ხარ დაინტერესებული? თუ არ მოგწონს, edit. თუ პარფიუმის სფეროში ხარ, ეგ გამოიყენე, აი, ჯორჯ, first name of recipient, ანუ ის ადამიანი, რომელიც მოგწერს, მაგის სახელი გამოჩნდება აქ. თუ ავეჯს ყიდი, ავეჯის შეძენით ხარ დაინტერესებული? Saves დააჭერ და ეგ არის. რომელ სფეროში უნდა იყო, ის მიუთით. ეგ არის, აჭერ publish და შენი რეკლამა გაშვებულია. მორჩა. მოდი, ჩემს მაგალითზე გაჩვენებ, მე როგორ ვაკეთებ. დღეს ამდენი დაიხარჯა, აი მაქსიმუმი
მაგალითად 24 April content, 24 აპრილს შევქმნი ეს კამპანია და 24 აპრილიდან დაიხარჯა $17,130. Impression-ი აქვს 7 მილიონი და მიწვდა 569,000 ადამიანს. Total messaging 9,000 პოტენციური კლიენტი მოიყვანა ამ რეკლამამ. გამოდის 24 ივნისია ხვალ, 2 თვეში. ნახე როგორ მაქვს აქ, ანუ ერთი ეცეთია. ეს არ ვიცი აქ რატო გამოჩნდა, დრაფტშია როგორც ჩანს ახლა რო შევქმნი, სინამდვილეში მარტო ერთი ეცეთი მაქვს აქ, ერთი კამპანია, ერთი ეცეთი და ამ ერთ ეცეთში არის ძალიან ბევრი კრეატივი. 49 ეთსი, 49 კრეატივი ვატრიალე ამ კამპანიაში, ამ ერთ ეცეთში. აი ნახე. მაგალითად, ეხლა ახალი მაქვს გაშვებული, ჯერ ოპტიმიზაციაში ვერ მოხდა, ცოტა ძვირი ჩდება ერთი ლიდი, მაგრამ არა უშავს, დასტაბილურდება ჯერ ადრეა. ბალიზე 14-17, საქართველოში 10-17, 4 საათით უკან არის საქართველო და ეგეც ამუშავდება, როდესაც ხალხი უფრო აქტიური იქნება დღის მანძილზე. აი, ზუსტად, როგორც გითხარი, primary text-ში მაქვს ის, რასაც საუბრობ ვიდეოში. ბოლომდე შეიძლება არ ჩაეტიოს, ვიდეო უნდა იყოს ძალიან გრძელი, რომ ხალხი გათბეს, იმიტომ რომ რაც უფრო დიდხანს არის ჩართული შენი რეკლამა, მით უფრო ცივ აუდიტორიაზე გადის ხშირად და გრძელი ვიდეოთი უფრო მალე გაათხოვ ცივ აუდიტორიას, უფრო დიდხანს გაატარებს შენთან დროს. ეს ლოგიკურია და ეგრეც უნდა იყოს. ამიტომ ნუ გიგვირს სურათით რატომ ვერ იზიდავ ცივ აუდიტორიას. სურათი ვერ ათბობს ადამიანს. ვიდეო ათბობს, თანაც გრძელი ვიდეო, სადაც არის შენი ჩაქსოვილი ისტორია, შენი შედეგები, ექსპერტიზა და მაგით ათბობს ზუსტად ცივ აუდიტორიას. რეკლამა პირველ რიგში ეგ არის ცივი აუდიტორიის გათბობა. და ამის გარდა არ დაგავიწყდეს ორგანულად რეკლამის garaშე დღეში, კვირაში მინიმუმ 3 ვიდეოს ატვირთვა. ყველაზე ნელი ტემპისთვის. უფასო გასაუბრებისთვის მოგწერე, მიწერია აქ. და მე ვყიდი კონტენტის კურსს და მიწერია. გამარჯობა ჯორჯ, კონტენტის კურსით ხარ დაინტერესებული? მორჩა. მე გამოდივარ. და ესეთ სიტუაცია მაქვს. ანუ 59 ეტიდან 1 2 3 4 5 6 7 არის აქტიური ახლა. რეკლამა ზუსტად ისევე როგორც ორგანული კონტენტი არის კონსტანტა, მუდმივი მოქმედება. ძალიან ბევრს გონია ერთ რეკლამას გადაიღებს, სურათს ან თუნდაც ვიდეოს გაუშვებს. ძალიან ხშირად უწუნებენ ამის გამო, რომ აი გიო ერთი კვირა კარგად იმუშაო ჩემმა რეკლამამ და აი არ ვიცი მეორე კვირაში რა დაემართა. ის დაემართა რომ ახალ კრეატივებს არ ამატებ, შენს ძველ კრეატივებს ანუ უკვე აღარ მოაქვს შედეგი, იმიტომ რომ ბევრ ადამიანმა შეიძლება ნახა, იმ აუდიტორიამ ნახა და გჭირდება ბანერული სიბრმავების გარღვევა. ბანერული სიბრმავების გარღვევა ხდება, როდესაც ახალ კრეატივს ამატებ, ისევ ახალ ჰუქს აკეთებ, ახალი კუთხიდან აჩვენებ შენს ვიდეოს და მუდმივად უნდა ხდებოდეს განახლება. როგორც ორგანულ კონტენტს ხო იღებ, ანუ ერთ ვიდეოს დადებ და რა ამერე. კვირაში რატომ უნდა მინიმუმ 3-5. ზუსტად იგივე რეკლამას. კვირაში 3-5 კრეატივი უნდა დაამატო აქაც. თუ გინდა მაგარი შედეგები გქონდეს. გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეს. კიდე ბევრ საინტერესო ვიდეოს ნახავ, თუ გინდა შენთან ინდივიდუალურად ვიმუშაო როგორც ორგანულ კონტენტზე, რომელიც რეკლამის garaშე იზიდავს მომხმარებლებს და ასევე ფასიანი რეკლამითაც. ორივე შემთხვევაში შემიძლია დაგეხმარო. სულ ეს არის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.